კახაკალაძის ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებული მეგი დიასამიძე თავისუფალია. მოსამართლე დავით კურტანიძემ 23 წლის სტუდენტი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ დიასამიძემ თქვა, რომ ბრალდებას არ ეთანხმება და მას წარწერა კახაკალაძის ბანერზე არ გაუკეთებია. ახალგაზრდა ქალმა გაიხსენა საეჭვო გარემოებები, რაც მისი ბათუმისკენ მგზავრობისას მოხდა. მაგალითად ის, რომ მიკროავტობუსის გაფუჭების შემდეგ სათადარიგო სატრანსპორტო საშუალება ადგილზე მალევე მივიდა. იხსენებს იმასაც, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებისას ოქმში 3 მუხლი იყო მითითებული და პოლიციელმა ბრალის განმარტება მხოლოდ დაგუგლვის შემდეგ მოახერხა. დიასამიძე დაკავებისას არასათანადო მოპყრობაზეც ლაპარაკობს. როცა მოვითხოვე კატეგორიულად რომ დაუკავშირდით ვინმე სხვან მე დამარეკინეთ ადვოკატთან თქვა, როგორც ადვოკატებმა მითხრეს, გამოძიებელმა სახელი გვარი რაც მითხრა გიგაზარანდიამ 3 საათი შეგვიძლია რომ არ დაგარეკინეთო, რაც ჩემი ადვოკატების ინფორმაციით ყოფილა ტყუილი. თურმე ყოფილა შესაძლებლობა რომ ბორკილები საერთოდ არ მქონოდა მანქანაში. სხვათა შორის ესეც უთხარი რომ აქედან ხობიერი გავიქცევიან გაქცევას არც ვაპირებ თქო, სინიკურ დამოკიდებულებას ადგილი ჰქონდა საუბრის დროს. რომ აქციებთან დაკავშირებით რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, საერთოდ ვიბრძვით. ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ პროტესტში მისი აქტიური ჩართულობა პოლიციელებს არ გამოპარვიათ. ამის გამო გაფრთხილებებსაც ხშირად იღებდა. მისი მონაყოლით აქციებიდან სახლში დაბრუნებისას ხშირად აჩერებდნენ იდენტიფიცირების მიზნით. ჯობია გაჩერდე, უღარ დადიხარ აქციაზე და პოლიციები როცა მხვდებოდა, თავდაპირველად პოლიციები არ მხვდებოდნენ, შავებში ჩაცმული ადამიანები, კაცები მხვდებოდნენ და მე ვითხოვდი თუ ფორმა არ გაქვთ, პოლიციელები თქვა გარათი მაჩვენეთ. საპატრულომ როცა გამაჩა და გამოძიებლები მოვიდნენ, რა ხანია გაკვირდებით შენ. მეგი დიასამიძის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. მათთვის ბრალი აბსურდულია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დღეს გაათავისუფლეს ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებს დაესხნენ თავს და მათი მხრიდან ძალადობა მედიაში გავრცელებული კადრებითაც კარგად ჩანს. ქართული ოცნებისთვის სათქმელი მექნება ეს ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლონ ბავშვები, ვინც არიან უკანონოდ დაკავებულები და კიდე რა ვიცი რა უნდა წავიდნენ. მეგის გამოშვებით, ასე ვთქვათ, გირაოთი გამოშვებით, აი ამ მოძალადებს დააფარეს ხელი და ასევე აუწეს მწვანე, რომ შეუძლიათ კიდევ იგივე გააკეთონ, იგივე განმეორდეს. ეს კითხვა ჟურნალისტებმა საქმის პროკურორსაც დაუსვეს. კითხვები ეხებოდა იმასაც, რატომ გადაწყვიტეს სისხლის სამართლის კოდექსით საქმის აღძვრა და რომელ სხვა საქმეს შეადარეს, სადაც ამ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და არა ადმინისტრაციული. ასევე რატომ განაცხადა დიასამიძის გირაოთი გათავისუფლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და არა პროკურატურამ, რომლის პრეროგატივაც იყო ეს. და ხომ არ იყო გირაოთი გათავისუფლების ინიციატივა, იმისი კომპენსირების მცდელობა, რომ ქართული ოცნების მოძალადე წარმომადგენლები გაათავისუფლეს. სხვა სისხლის სამართლის საქმე, ამ სისხლის სამართლის საქმეთან შემთხვევაში არ არის. აქედან გამომდინარე არავისთვის არ დაუსწრია, ყველა თავის საქმეს უძღვება. დაზიანებული არის 2 ბანერი, თითოეული ბანერის ღირებულება არის 190 ლარი, ჯამში ბანერების დაზიანების შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა არის 380 ლარი. ამ საქმეში განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ეთავხედა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიქცა და პროკურატურა იქცევა, როცა ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ასეთი დაბალი სტანდარტით შეკერილი საქმე მეჯერ არ მინახავს, ნაკუწ შეგროვილი მაკულატურით მოვიდა პროკურატურა დღეს სასამართლოში. დღეს ასევე ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან გახდა ცნობილი თავდამსხმელი ეგრეთ წოდებული ტიტუშკების ზაზა მამალაძისა და ირაკლი ბუაჩიძის გათავისუფლების შესახებ. მთავარ არგუმენტად ალექსანდრე დარახველიძე მის დაასახელა, რომ დაზარალებულებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. გაირკვა, რომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებიდან ერთის ადვოკატს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა. მამალაძე და ბუაჩიძე დღეს გაათავისუფლეს და რამდენად მართალია ეს ინფორმაცია? ანუ თქვენ არ გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით არაფერი? არა. დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის პასუხისგებაში მიცემა. რას გულისხმობს ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო არ თანამშრომლობაში გაუგებარია ქეთი ალავერდაშვილისთვის, რომელსაც ოცნების თავდამსხმელის სახეში ურტყამს ხელს. ალავერდაშვილი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა პოლიციას ჩვენებას და დეტალურად განიხილავდა მასზე თავდასხმის ვიდეოებს. ამბობს, რომ სახეში გარტყმა არ ეტკინა და გამომძიებლებთან არც მოუტყუებია. ამიტომ ვარაუდობს, რომ სწორედ ამის გამო არ დასაჯეს თავდამსხმელები სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. თავდამსხმელები ძალადობის კიდევ ბევრ ეპიზოდში ჩნდებიან, რაც კარგად ჩანს კადრებში. დამატებითი მასალა ქეთი ალავერდაშვილსაც აქვს, თუმცა გამოძიებას ეს მასალა მისთვის არ გამოურთმევია.
ნუ საათი ვისხედით მე და ადვოკატი გამოკითხვაზე და თითოეულ დეტალს გავდიოდით. აი ისეთი დეტალებიც კი განიხილეს ვიდეოში, აი მაგალითად დარტყმის შედეგად თავი რო გავწიე, ეს დარტყმის ძალის გამო გავწიე თუ აცილებას ვაპირებდი იმ დარტყმული. იდეალურად ვეთანამშრომლეთ, რა ვიცი, ყავაც კი დავალევინეს ბოლოს. ამ შემთხვევამ მედიას რამდენიმე სხვა საქმე გაახსენა, სადაც გამოძიებამ სრულიად საპირისპირო სტანდარტი გამოიყენა. მაგალითად, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მზია ამაღლობელს. მას შემდეგ, რაც ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ამტკიცებდა, რომ ცილა ეტკინა. კიდევ ერთი მაგალითი ნიკა მელიას შემთხვევაა, როცა მან მოსამართლეს სხდომათა დარბაზში წყალი შეასხა. მაგრამ საქმე არა დაზარალებულის პრეტენზიების საფუძველზე, არამედ საჯაროდ გავრცელებული კადრების შემდეგ აღიძრა. კიდევ ერთი საქმე თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის პატიმრობა. ისინი იმავე მუხლით არიან დაკავებული, რასაც გათავისუფლებულ ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს ედავებოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში თოშხუასა და შერვაშიძეს ქართული ოცნების პროვოკატორმა უჩივლა, რომელიც აქციაზე დანით მივიდა. პროტესტის მონაწილეებმა კი მისი განეიტრალება შეძლეს და დანა პოლიციას გადასცეს, თუმცა იარაღი საქმიდან საერთოდ გამქრალია.